არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა. მის ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ, მათ არჩილ ტატუნაშვილის საფლავე ყვავილებით შეამკეს და დედას კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, რის შემდეგ ის ცხინვალში გარდაიცვალა. ოკუპირებული რეგიონის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის 1 თვის განმავლობაში აჭიანურებდა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ტატუნაშვილი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. Სამოვედით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, რათა პატივი მივაგოთ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას. ის იყო სამხედრო მოსამსახურე, სერჟანტი, რომელმაც თავი გაწერა საქართველოსთვის. ასეთი ადამიანები, როგორც არჩილია, ესენი არიან გმირები, რომლებზეც დგას საქართველო.